მოგესალმებით. მეტრონომის სტუმარია სპორტული კომენტატორი ნიკოლოზ ტაბატაძე. გამარჯობა ნიკა. პირველ რიგში მადლობა მობრძანებისთვის. დღეს ვისაუბრებთ მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სპორტის ფეხბურთის შესახებ, რომელიც ძალიან ბევრი ადამიანისთვის ცხოვრების აზრსაც კი წარმოადგენს. ფეხბურთი აერთიანებს სხვადასხვა წარმომავლობის ადამიანს, არ ყოფს როგორც კულტურულ, სოციალურ, ისე რასობრივ ბარიერებს. მოთამაშეები და კლუბები ხშირად თავიანთ ავტორიტეტსა და შესაძლებლობებს იყენებენ სხვადასხვა სოციალური პრობლემის გადასაჭრელად. დიდიე დროგბას მაგალითს თუ გავიხსენებთ, ამ სპორტს შეუძლია სამოქალაქო ომიც კი დაასრულოს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, თქვენ როგორ ხედავთ ფეხბურთის როლს და გავლენას საზოგადოებაზე, მათ შორის ქართულ რეალობაში? მოგესალმებით, მადლობა. მომაკვარ. ხო, თემა ისეთია, ძალიან მნიშვნელოვანი ჩემთვის თურცელიც პრინციპში. და ფეხბურთის გავლენები კარგად გასაზომია რიგ კულტურებში. გლობალიზაციის პირობებში მგონია რომ უფრო მეტად მივიღეთ ეს ძალად ჩვენს მაგალითად, არ ვიცი, მესამე მსოფლიოს თუ განვითარებადმა ქვეყნებმა და კარგია რომ საქართველოს მაგალითიც გამოვცადეთ. სოციალური ფენომენი და მოვლენა როგორც საზოგადოების შეიძლება კონსოლიდაციის, შეიძლება ერთი აზრის გარშემო შეკრების ჩვენთან ისეც არსებობდა საბჭოთა კავშირში, როცა ფეხბურთი იყო თვითგამოხატვის თითქმის ერთადერთი საშუალება, ხო, როცა დინამო თბილისი წარმოადგენდა უკვე როცა ეროვნულ იდენტობას და არა მაგალითად საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტ გუნდს, რომელიც პერიოდულად რაღაც წარმატებებს აღწევდა. და ნუ სტადიონი იყო სიუცე თავისუფლებისა, მაგას ვაკეთებთ. დროგბას მაგალითი ახსენეთ. არ მხოლოდ შეუჩერებია დაუწყია ომები, დაუწყია სალვადორსა და ჰონდურასს შორის მაგალითად, იმიტომ რომ ესაც სამხედრო ინტერვენცია თუ გამწვავება უშუალოდ ფეხბურთის მატჩის მიმდინარეობის დროს დაიწყო. ყველაზე კარგი ილუსტრაცია იმის თუ რა ძალა აქვს ფეხბურთს არის ის დღესასწაულები, რომელიც ეწყობა ფეხბურთში ნაჩვენები წარმატებული შედეგების შემდეგ. დავიწყოთ უფრო მასშტაბური თუ ვთქვათ არგენტინის მაგალითით, როცა 2022 წლის 18 დეკემბერს დასრულდა ის ძალიან ბევრწლიანი მშრალი სერია და არგენტინამ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი. 5 მილიონი ადამიანი გამოვიდა ბუენოს-აირესში, 5 მილიონი ადამიანი იყო ყველაზე ბედნიერი და ნუ დანარჩენი 25 არ ვიცი სახლში ზეიმობდა. თუმცა აი ამის ვიზუალიზაცია და ნახვა თუ როგორ გამოვიდა ამ რაოდენობის გულშემატკივარი. გარიცოდა სიგიჟე ფაქტია, იმიტომ რომ მაშინ ამის სახელით მოვლენა, რომელსაც 5 მილიონი ადამიანი ერთბაშად გარეთ გამოუვანა. თუმცა ძალიან შორს რო არ წავიდეთ და ბუენოს-აირესში რო ვიმოგზაუროთ ფეხბურთის როლი საზოგადოებაზე, მე მგონია რომ ჩვენ შემთხვევაში კიდევ უფრო კარგად ჩანს. იმიტომ რომ ჩვენ რეალურად პირველად ჩვენ ისტორიაში მივიღეთ 26 მარტი და შესაბამისად მე ძალიან თამამად შემიძლია ვთქვა რომ ხა იუბილე ახლოვდება მაგის. ვთქვა რომ ასეთი ბედნიერი ქვეყანა არ მინახავს საერთოდ. ადამიანები, რომლებიც მხოლოდ კარგ ხასიათზე არიან, კარგზე ფიქრობენ უცხო ადამიანების ჩახუტებაზე, კომპლიმენტის თქმაზე, ზეიმობენ. ცნობილი ლეგენდა იყო, ხო, 91-ის 13 მაისს, როცა დინამომ თასების ფლობელთა თასი მოიგო, იმ ღამეს საქართველოში ერთი კრიმინალური შემთხვევაც არ დაფიქსირებულა. ვეჯობრო ეგეთი ფაქტი გამეორდებოდა 2024 წლის 26 მარტს, როცა საქართველო განვითარების და ბედნიერების სხვა დონეზე გადაიყვანა ფეხბურთმა. შემდგომ მინდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებზე რომ ვისაუბროთ, რომელიც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში კრიტიკის ობიექტი იყო. თუმცა ბოლო წლებში მიღწეულმა წარმატებებმა ეს დამოკიდებულება სრულიად შეცვალა. შარშან ისტორიაში პირველად ვიხილეთ საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე. როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა ეს წარმატება და ზოგადად ქართული ფეხბურთის განვითარების გზაზე რომ ვისაუბროთ? წარმატებას ნუ აქ რაც ხანდაზმულობის ფაქტორი მე თუ მკითხავთ, რადგან ბევრი აწლეულის განმავლობაში მომზადდა ნიადაგი იმისთვის, რომ საქართველოს ნაკრები ყოფილიყო დიდი ფორუმის მონაწილე, რადგან ჩვენ ყოველთვის არის თეთრი, შავი რა მნიშვნელობა აქვს რა ფერის შურით, მაგრამ უყურებთ ეგრე ისლანდიას, სამწუხაროდ ჩვენ შემთხვევაში ჩრდილოეთ მაკედონიას, რომელმაც ჩვენი უშუალო დამარცხებით მოიპოვა ეგ ბედნიერება. ფაქტორები ხო მგონია რომ თაობათა ცვლის პროცესი და რაც 2001-2002 წელს დაბადებული ფეხბურთელების სხვა სათამაშო კულტურა, საქმის მიდგომა, ეს ეთიკა, რაც გამოიმუშავა ძირითადად დინამოს აკადემიაში გაზრდილმა თაობამ. და ცხადია, ტალღა რომელმაც მოიცვა საქართველოს 2022 წლის აგვისტოში. კერძოდ 15 აგვისტოს, როცა ჩვენ მივხვდით, რომ ხუჩა ყვარაცხელიას ყალობით რაღაც ახალ ეიფორიაში გავიღვიძეთ და ეს უნდა ყოფილიყო უკვე რიტუალური დატვირთვის მნიშვნელობის მოვლენა ნაპოლის თამაშები თასზე ჩემპიონთა ლიგაზე თუ იტალიის სერიაში. ის
ზუსტად ტალღა და ზვავი, ემოციური ნაკადი რაც გაჩნდა და ჩვენ დავიჯერეთ რომ მივიღეთ მსოფლიო დონის ფეხბურთელი ლეგიტიმურად გააჭარბების გარეშე ასე არ და ეხლა რატომ უნდა იყოს ეს შეფასების ობიექტური მივიღეთ ფეხბურთელი რომელიც გახდა იმ ჩემპიონატის MVP ანუ ყველაზე ღირებული ფეხბურთელი და მე უკვე სრულიად შეცვლილი დამოკიდებულება სამყაროში ქართული ფეხბურთის მიმართ რამაც კიდევ უფრო მეტად გააფართოვა ჩვენი სამოქმედო არეალი ევროპაში. ეს იყო რაღაცა მინი ექსპანსია ქართული ფეხბურთელების, რომელიც დღემდე გრძელდება და მგონია რომ პროცესი შეუქცევადია და მგონია რომ კიდე გაგრძელდება და ეს დაწყებული საქმე სხვანაირად ფიზიკურად ვერ გაგრძელდება. კვარას ფაქტორი, კვარათი შეგულიანებული სხვა ქართული ფეხბურთელები, ზუსტად ის სამუშაო ეთიკა, რომელიც საუკუნის სტარტზე დაბადებულმა მოთამაშეებმა მოიტანეს ამ ქვეყანაში, კულტურული ტრანსფორმაცია არის ერთგვარი და ძალიან მახარებს, იმიტომ რომ ჩვენ ასე შევიქმნით ჩვენ საფეხბურთო დნმ-ს და შევცვლით შეიძლება მანკიერ ტრადიციას, რომელიც ჰქონდა რიგ შემთხვევაში. თაობების უნიჭობას ჩვენ არ ვუჩიოდით, ნიჭიერებას არ ვუჩიოდით არასდროს, ხო და ამაზე ბევრი ლეგენდა თუ ნამდვილი ამბავი ხსმენია, ბოლოს და ბოლოს ყავდა შოთი არველაძე, ყავდა გიორგი ქინგლაძე და ასე შემდეგ. დაწვრილების გარეშე უამრავი ფეხბურთელი, რომელსაც ნებისმიერ დროს შეეძლო მსოფლიო დონის ფეხბურთის თამაში. თუმცა მგონია რომ ქვეყნის განვითარებამაც იმან რომ გაჩნდა ელექტროენერგია, გაჩნდა ნორმალური საცხოვრებელი პირობები, მოთამაშეებისთვისაც შეიქმნა სხვა კომფორტის ზონა და რაც აღნიშნე, ხო რაცა დედლაინი, ანუ წერტილი, რომელმაც ამოატრიალა ჩვენი საფეხბურთო კულტურა და ზორიკა დავითაშვილმა, გიორგი მამარდაშვილმა, ხვიჩი ყვარაცხელიამ, ჟორჟ მიქაუტაძემ თუ სხვებმა შეცვალეს ქართული საფეხბურთო კულტურა. და მეც მონეთ ყოველთვის ჩემი ძალიან დიდი იმედია რომ ყველაფერი მხოლოდ სტარტია და ქართულ ფეხბურთზე უფრო ბევრს ისაუბრებენ მომდევნო წლების განმავლობაში. ნაკრების წარმატების ფონზე შიდა ჩემპიონატში თითქმის არაფერი იცვლება. ქართული კლუბები კვლავაც ვერ ახერხებენ ევროტურნირებზე გასვლას. რას მიიჩნევთ ამ წარუმატებლობის მთავარ მიზეზად? ძალიან რთულია მე მომიწევს თვალთმაქცეობა და მოტყუება პრინციპში რომ ვიცოდე ზუსტად დასმული ესე პრობლემათა ნუსხა და მე ვთქვა რომ ამას თუ გავაკეთებთ ამას თუ შევცვლით ჩვენ ავყავდებით აქ იქნება საფეხბურთო ოაზისი და საქართველოს ჩემპიონატი გარდა იქნება რაღაც კარგი ევროპული ლიგა. რთულია, თუმცა არის რიგი პრობლემებიც რომელიც ჩვენს ხელის გულზე ფეხბურთელთა мотиваციის ამბავი. ცხადია ინფრასტრუქტურული პრობლემები. ბრენდინგი შეფუთვა, რაც ვერასდროს ვერ აისახება ამ ადამიანების мотиваციაზე და გულანთებულს ვერ გამოიყვანს მოედანზე. ძალიან მედია პროდუქტი, როგორც ასეთი თითქმის არ არსებობს. მგონია რომ პრობლემები სადაც აი აქ ამ რადიუსში უნდა ვეძებოთ, რადგან სხვაგვარად ჩვენ ვწმუნდებით, რომ თუნდაც საქართველოს ჩემპიონატში ძალიან ბევრი მაღალი კვალიფიკაციის მოთამაშეა და ვიცი, ამ ყოველფრის გადასახედად კმარა ის ფაქტი, რომ დინამოს ახალგაზრდა 17-16 წლის მცველით ინტერესდებიან ევროპული ფეხბურთის გრანდები. აქედან უკვე მიდიან კარგ კლუბებში. რუსეთი აღარ არის როგორც სატრანზიტო გზა, რომელიც აუცილებლად უნდა გაიაროთ, თორე სხვაგვარად ვერ მოხვდები ევროპაში და ეს რაღაც ტრამპლინის კვაზი ყალბი ფუნქცია დაიკარგა. და ვახტანგ სალიმ იდის ნიუკასლში მაგალითად, ხო? ამგვარად ჩვენთან არიან ტალანტები, ჩვენთან საბედნიეროდ საბაზისო ბავშვურ დონეზე უკვე საკმაოდ გამართული სამუშაო სპეციფიკა შეიქმნა და იქნება ეს საბურთალო, იქნება ეს დინამო თბილისი თუ რომელიმე სხვა რეგიონული აკადემია ამ კუთხით სოლიდურ სამუშაოს ასრულებს. გავიხსენოთ რომ ჩვენ დაგვემატა ვილიარეალის, დაგვემატა ინტერის, იუვენტუსის აკადემიები და მე მგონი ლოგიკური ამბავია რომ აქედან წამოსული პროდუქტი მალე უკვე მზის სინათლის სიხილავს და ეს ფეხბურთელები გამოვლენ მწვანე მინდვრებს და გვაჩვენებენ ხო ნუ შეიძლება რა თქმა უნდა პირდაპირ კარგ კლუბში მოხვედრა ამიტომ მგონია რომ მათთვის შესაბამისი პირობებია გაზონით დაწყებული მედია პროდუქტის გამართული კონცეფტის შეთავაზებით დასრულებული აწევდა ეროვნული ლიგის დონეს, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან ზოგადი საუბრები. მე იმედი მაქვს, რომ ჩემზე გაცილებით კვალიფიციური ადამიანები ზრუნავენ ამ ყველაფრის გამოსწორებაზე და ძალიან მინდა რომ ეს ყველაფერი გამოსწორდეს, რადგან ჩვენთან საქართველოში ცხოვრობს დიდი საფეხბურთო ტალანტი, რომელსაც ჭირდება სწორი კალაპოტი და შედეგად ჩვენ ძალიან კარგ რეზულტატებს მივიღებთ. ორი ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გვიახლოვდება სომხეთის წინააღმდეგ. პირველ შეხვედრაში გუნდის კაპიტანი გურამ კაშია და უდავო ლიდერი ხუჩა კვარაცხელია ვერ დაეხმარება ნაკრებს. როგორ ფიქრობთ, აქვს თუ არა ჩვენს გუნდს ამ ფეხბურთელების ჩანაცვლების რესურსი და ზოგადად რომ ვისაუბროთ, რა მოლოდინები გაქვთ ამ მატჩებთან დაკავშირებით? ასევე რომ განმარტოთ, რატომ არის მნიშვნელოვანი ბ-ლიგაში დარჩენა? ხო, ბოლო ნაწილი დავიწყოთ და ვთქვათ, რომ ბ-ლიგა ჩვენთვის იქნება დერეფანი მიმავალი
ევროპის ჩემპიონატისგან, რადგან მაღალი ალბათობა იმისა, რომ წელი ლიგიდან საერთოდ აღარ მიიღო. ეს საგზური რამე თუ 2228 ევროს ყავს ბევრი თანამასპინძელი, შესაბამისად ეს პირდაპირ კვოტები გადავა ამ ქვეყნებზე და ძალიან გაჭირდება უკვე დაბალი ლიგიდან იმავე სიხარულისგანაც და რაზეც ეხლა ვსაუბრობთ ხოლმე 26 მარტზე. ამიტომ არსებითი და საკვანძო მნიშვნელობა აქვს თუ ჩვენ ორი თამაშის ჯამში მივიღოთ სასრული შედეგი. რაც შეეხება ხვიჩას და გურამის არ ყოფნის ფაქტებს, ხო, უკვე დადასტურებით ვიცით რომ მაგალითად საბაგო გლიჩიძე იქნება ერთ-ერთ შემოდგომაში, რაც ვილისანი ელმოთქვა და მე ეს ფაქტი ძალიან მომწონს, რადგან ისედაც უკვე დროა რომ ჩვენ ვიფიქროთ დაცვის ხაზის, კერძოდ დაცვის ხაზის გახალგაზრდავებაზე, თაობათა ცვლის ეგ პროცესი რამდენად კრინოლიც არ უნდა იყოს გადასატანია და ვფიქრობ რომ საბას პერსონას ამისო ძალიან კარგი რესურსია ჩვენთვის. რაც შეეხება ხვიჩას არ ყოფნას, ხო, ნუ არაფერს განსაკუთრებულს არ ვიტყვი, არ არსებობს დღეს საქართველოში ფეხბურთელი, რომელიც ერთ-ერთში ჩაანაცვლებს კვარას და არ გაგრძნობინებს მის არ ყოფნას, ბუნებრივია ასე, თუმცა საბედნიეროდ აი ამ სანაკრებო შეხვედრებს ჩვენი შემტევები ხვდებიან ფანტასტიკურ ფორმაში. ალბათ უნდა გამოყოთ სამი სახელგვარი, კარგია რომ ბუდუზი უზევაძე ათამაშდა, კარგია რომ ბოლო ორ თამაშში შეაგდო, ერთი პასი გააკეთა. მთელი სეზონია ზურიკო დავითაშვილი მარტო ატარებს მხრებით, სენტეტიენს და ბოლო ტურში საგოლე პასიც ჰქონდა და იდეალურად დაგვეწია გიორგი მიქაუტაძის ჯადოსნური ფორმა, ხო, რომელიც საოცრებებს აკეთებს და ახლა გამერწმუნეთ, რომ ნახევარი საფრანგეთი მასზე ლაპარაკობს, იქნება ეს ყოფილ ფეხბურთელთა კონტინგენტი თუ ჟურნალისტები. ადილ რამით დაწყებული და ეკიპის მთავარი მესვეტეები დამთავრებული, ყველა საუბრობს ჟორჟის პერსონაჟზე და ხო იქ დისკუსიაა, რომ ლაკაზეტი თუ ვინ ძირითადად და რა თქმა უნდა ჟორჟი იდეაში ეს ნარატივი უფრო ჭარბობს. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ პირველ თამაშში დაგვიკლდება კაპიტანი, დაგვიკლდება უდავოდ საუკეთესო ფეხბურთელი, არა მხოლოდ ამ ნაკრების ისტორიაში, მაგრამ ხო, დანარჩენი ცოტა მერე 1-5-6 წლის მერე უფრო ღიად და ცხადად ვისაუბროთ, მაგრამ ჩვენ დაგვეწია ქართველი შემტევების კარგი ფორმა, ამიტომ საქართველოს ნაკრებს არ აქვს სხვა გამოსავალი, ჩვენ ორ თამაშში უნდა ვიყოთ უკეთესები, რადგან ერთი რომ ეს შეგვიძლია, ერთი რომ ჩვენ გავითარების ამ დონეზე ვართ, მიუხედავად ჩვენი მეზობლებისადმი დიდი პატივისცემისა და მეორე ხო პრაგმატული მიზნები, რაც უკვე ვისაუბრეთ, რომ ევროპის ჩემპიონატისკენ მიმავალი გზა გადის ბელიგაზე. ბოლოს მინდა იმ შეგრძნებებზე ისაუბროთ, რომელიც განიცადეთ პარი სენ-ჟერმენისა და ლივერპულის მატჩის წაყვანისას. და ზოგადად ქართველი ფეხბურთელების ასეთ დიდ კლუბებში ხილვა რა ემოციებს იწვევს? ცხაპარია დაუჯერებელი, რაც მე და ანდრომ გადავიტანეთ პარიზში, ხო ეგ არის ერთი მხრივ ოცნების ასრულება, იმიტომ რომ როცა მიხვდები რომ ვეღარ ხარ ფეხბურთელი, მე შემშილს იკლავ კომენტატორობით, მე ხვდები რომ ამ სფეროში მწვერვალი ერთია, რომ ადგილიდან წაიყვანო თამაში. თამაშის მნიშვნელობას გააჩნია, მასშტაბს გააჩნია, რა ტურნირზე ხდება და ვინ მონაწილეობს და ეს ყველა კომპონენტი ჩვენ შემთხვევაში იყო იდეალურად დაბალანსებული. რაც გული ხელით გვეჭირა, ძალიან ნერვიულობდით, არნახული განცდა იყო, მე არასდროს ეგეთი არაფერი ბუნებრივია არ გამივლია. თუმცა ხო აი სრულყოფილებას და ეგ ამბობი რომ კვარას სასწაული გოლი და მართლა გადაჭარბების გარეშე სასწაული გოლი, იმიტომ რომ ასე მოთამაშე ალისონს მარცხენათი არა სამუშაო ფეხი დაუტრეულ და გაუტანო ეს რაღაცა შვენიერი ბურთი და მე ეს ყველაფერი გაუქმდეს. აი მაგ მომენტში ცოტა არა მნიშვნელოვნად იმედგაცრუებულები ვიყავით, მაგრამ მე გაგვეხსენდა ხო რომ პასუხისმგებლობა უფრო სხვანაირი შემართებას და დამოკიდებულებას მოითხოვს და რაღაცით ეგეც გადავიარეთ და საბოლოოდ ისე მოხდა რომ PSG-თვის ყველაფერი იდეალურად დასრულდა. ჩემი ცხოვრების ულაპარაკოდ ერთ-ერთი საუკეთესო გამოცდილება და რადგან ეს ქართველი ფეხბურთელების როლზეც იკითხეთ, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს არ იყოს ბოლო ეგეთი თამაში. რადგან ჩვენ საბინაროდ გაგვიჩნდა ბევრი ეგეთი ლოკალური საგულშემატკივრო კლუბი. და ჩვენს პრინციპში წეგანაც ვსაუბრობდით, რომ წესით და რიგით ქართველი ფეხბურთელების ტრანსფერები კარგ, სოლიდურ პროექტებში უფრო უნდა მოხშირდეს. ამიტომ ვეჭობ, რომ იქნება ეს ინგლისი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია თუ რომელიმე სხვა წამყვანი ჩემპიონატი ქართველი ფეხბურთელები გულშემატკივრობის ალბათ მოგცემენ და ქართველი კომენტატორებიც, რა თქმა უნდა, ყველას მაგას უსურვებ, იმიტომ რომ ადამიანი უნდა იყოს ბოროტი, მხოლოდ ჩემთვის გინდოდეს იფედნიერება, რადგან გამოსაცდელია, სანახავია, აღსაქმელია, ხელით უნდა შეეხო და იგრძნო, რას ნიშნავს შენიანის გულშემატკივრობა უშუალოდ ადგილიდან, თან მაშინ როცა ამავე დროს შენ ოცნებასაც ისრულებ.